რამდენიმე საათში გახდება. ეგრეთ წოდებული საარჩევნო უბნები ცხინვალის რეგიონში 2 საათში იხურება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს ირჩევენ. დღესვე რეფერენდუმის შედეგად უნდა გადაწყდეს, ექნება თუ არა რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი. კრემლის არჩევნებში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო პოსტის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძვის. გამარჯვების რეალური შანსი მოსკოვის ერთ-ერთ ფავორიტს, ანატოლი ბიბილოვს აქვს. საკუთარი არჩევანი მან უკვე გააკეთა. უმთავრესი არის ის, რომ სამხრეთ ოსეთს ლამაზი და ბედნიერი მომავალი ჰქონდეს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა ხმას აძლევენ. ფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის სასარგებლოდ გავაკეთებთ არჩევას. ჩვენ უკეთესი ცხოვრება გვინდა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში წინა საარჩევნო აგიტაცია გუშინ შუაღამისას შეწყდა. არეულობის თავიდან ასაცილებლად ქალაქის ქუჩებში კოკოითის ბრძანებით მილიცია და სამხედრო პატრულები ამ დრომდე მორიგეობენ. ოპოზიციონერების ნაწილს რეგიონიდან თედევისა და ბარანკევიჩის გაძევების შემდეგაც კამპანიის გამართვის საშუალება არ მიეცა. უკმაყოფილო მოსახლეობას ის ადამიანებიც უერთდებიან, რომლებსაც მოსკოვიდან გადმორიცხული მილიონების მიუხედავად ედუარდ კოკოითის რეჟიმმა სახლები არ აღუდგინა. თბილისში სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ ცხინვალში უმართავი პროცესები დაიწყება და კოკოით საკუთარი თანამებრძოლები დაუპირისპირდებიან. მათ შორის ისინიც, ვინც მის პირად დაცვაში მსახურობენ. ეგრეთ წოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით დაბეჭდილია 34,000-მდე ბიულეტენი. არ ამგონია, რომ არჩევნებზე ამდენი ადამიანი მოვიდეს, რადგან სამხრეთ ოსეთში ხალხის ასეთი რაოდენობა ფაქტობრივად საერთოდ არ ცხოვრობს. პრორუსულ კანდიდატებზე ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტებიც საუბრობდნენ. მათი აზრით, არჩევნები, რომელიც კრემლიდან იმართება, არაფერს შეცვლის ოკუპირებული ტერიტორიის რეალობაში. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ცხინვალში მიმდინარე მოვლენები კრემლისთვის ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალებაა. ეს არის ოკუპირებული ზონა, სადაც შექმნილი არის რუსულ ადგილობრივი კრიმინალური ანკლავი. არის რამოდენიმე ათასი ამორჩეველი და შინაარსობრივადაც კი ამისათვის რაღაცა არჩევნების დარქმევა შეუძლებელია, მით უმეტეს რომ ეს არის ყველაფერი სრულიად უკანონო. თითოეული კლანი ცდილობს თავისი კანდიდატი გაიყვანოს, ხო? სამხრეთ ოსეთში. რა არის დღეს სამხრეთი ოსეთი? სამხრეთი ოსეთი არის დიდი შავი ხვრელი რუსეთისთვის. სადაც მიდის ფულის გათეთრების ოპერაციები და ესე იგი რაღაც არსებობს რაღაც ინტერესები. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ეგრეთ წოდებული არჩევნები უკანონო დღეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოაცხადეს. კოალიცია სამართლიანობისთვის წევრებმა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. შეიძლება შევაფასოთ ისევ რუსეთში კლანების ასე ვთქვათ ერთმანეთში ჭიდილს თუ ვისი კანდიდატი გაიმარჯვებს და ვინ იქნება იმ ბეღელთან, სადაც რუსეთის ბიუჯეტიდან გადმორიცხული მილიარდობით რუსული რუბლი იფლანგება. ვინ გახდება კრემლის ფავორიტი, ეს დღის ბოლოს უნდა გაირკვეს. გამარჯვების მოსაპოვებლად ეგრეთ წოდებულ კანდიდატებს ხმების 50%-ზე მეტი სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება. დღესვე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეფერენდუმიც მიმდინარეობს. ეთნიკური წმენდის ტოპოგრაფია ექვია ფოტოგამოფენას, რომელიც ევროპის სახლშია წარმოდგენილი. საექსპოზიციო დარბაზში 2008 წლის ომის ამსახველი ფოტოებია გამოფენილი. ღონისძიების ორგანიზატორი კოალიცია სამართლიანობისთვისაა. გამოფენაზე დღეს კოდაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებიც იმყოფებოდნენ, რამდენიმე მათგანმა ფოტოებზე საკუთარი გადამწვარი სახლის ამოცნობაც მოახერხა. გამოფენა ევროპის სახლში დღის ბოლომდე გაგრძელდება. ჩემი თვალით უყურებდი ყველაფერს. ახლა ძალიან მოქმედებს ჩემი. ოქტომბრის 21-ში წამოვიდა. დედამი ჩემი სახლში იყო, წოლიანი. იქ მივაბარე. მასკები შემოვიდნენ სახლში, გაიდაცეს ჩემი მეუღლე და მე იყო ყველაფერი ცუდი. ამ გამოფენაზე ნაჩვენები იქნება 6 ინსტალაცია, რომელიც ეფუძნება 2008 წლის ომამდელი და ომის შემდგომი დროინდელი სატელიტური ფოტოების მიერ დაფიქსირებულ ნგრევას და განადგურებას იმ სოფლებისა, რომლებიც მანამდე ქართულ სოფლებად ითვლებოდნენ. ამერიკა-რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ გადატვირთვის პოლიტიკასა და